მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ნეომედი და მე მისი წამყვანი ეკა სუხიშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემა ეთმობა ბავშვთა ფსიქოლოგიას, პრობლემებს, მდგომარეობას, რამდენად საჭიროა მათ მიმართ მხარდაჭერა, მათი ოჯახების მიმართ მხარდაჭერა, მასწავლებლების, საზოგადოების თუ მშობლების ჩართულობა და ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს შევეხებით. სწორედ ამ მიზნით, ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ქალაქში შეიქმნა ძალიან საინტერესო, საჭირო სივრცე. ეს არის მენტალური ჯანმრთელობის და განვითარების ცენტრი ნეირუმი, რომლის დამფუძნებელი გახლავართ მე, როგორც მეცნიერებათა სკოლის დამფუძნებელი ასევე და ფსიქოლოგი ანა ხუტიაშვილი. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი ანა ხუტიაშვილი, რომელიც გვესაუბრება ყველა იმ საჭიროებებზე, რაც ზოგადად ამ ცენტრში მიმდინარეობს და იმ ახალ პროექტზე, რომელსაც თანდათანობით გადაცემის მსვლელობის დროს გაგაცნობთ. ანა, მოგესალმები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოდი, ჯერ ჩვენ მაყურებელს და მსმენელს მოვუყვეთ ნეირუმის შესახებ. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ხარ ჩემი პარტნიორი, იმიტომ რომ დღეს ასეთი პარტნიორი ძალიან იშვიათობაა და ძალიან კომფორტულია შენთან მუშაობა. ამისთვის დიდი მადლობა. მე მინდა რომ ვუთხრათ ჩვენ მაყურებელს, რამ განაპირობა კიდევ ერთი ცენტრის შექმნა, რა საჭიროებები იყო და რატომ მოხდა ის, რომ ზოგადად გორში რამდენი ცენტრიც არის, ფაქტიურად გამოდის, რომ იმდენად დატვირთულია ყოველწლიურად ბავშვთა რაოდენობა იზრდება, რომ შეიძლება კიდევ ერთი ცენტრი იყოს საკმარისი ან ამ არსებული ცენტრების მასშტაბების გაზრდა იყოს საჭირო. მოგვიყევით თუ შეიძლება ნეირუმის შესახებ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ბენდეთ და ერთად შევქმნით ეს არაჩვეულებრივი სივრცე. მენტალური განვითარების, ჯანმრთელობის განვითარების ცენტრი ნეირუმი უკვე რამდენიმე თვეა დაარსდა. იდეა წამოვიდა, ეს მთლად იდეა არ იყო, ეს იყო ის საჭიროება და აუცილებლობა, რომელიც დღესდღეობით ჩვენს რეგიონშია. ტექნოლოგიების თაობა ყველამ კარგად ვიცით. კოვიდის მდგომარეობამ გააუარესა ეს მდგომარეობა, ბავშვების რაოდენობა არის ძალიან დიდი, რომლებსაც აქვთ არა მხოლოდ განვითარების ეტაპების დაყოვნება, არამედ მენტალური პრობლემები და ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს როგორც ქცევის თერაპიას, ასევე მეტყველების თერაპიას და ფსიქოკორექციას. მომართვა არის სამწუხაროდ ძალიან დიდი და ითქვას, რომ ზოგჯერ არის რომ მომლუდინეთა რიგშიც ანუ სიაში ეწერებიან, რომ მოხვდნენ ჩვენთან ცენტრში, რადგან მიიღო კვალიფიცირებული სპეციალისტისგან კვალიფიცირებული დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვართ განვითარების პროცესში, ჩვენი სპეციალისტები მუდმივად გადიან გადამზადებას იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგები დაიდოს და ის ადამიანები რომლებმაც გამოგვიცხადეს ნდობა და როდესაც თქვენ კარგად აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი ცენტრია ქალაქში და ჩვენი ერთგული ვირჩებიან, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგებზე გავიდეთ. ანა, ამერიკული კვლევების მიხედვით ძალიან არის გაზრდილი ეს პრობლემა, რაც ქვია მენტალური ჯანმრთელობა ბავშვებში. რამ გამოიწვია ეს ქცევის დარღვევები, მეტყველების დარღვევები, განსაკუთრებით გაზრდილი აუტიზმის სპექტრი. დაახლოებით იქ სტატისტიკა იყო, რომ დღესდღეობით ყოველი 36 ბავშვი ერთი ბავშვი აუტისტური სპექტრით არის. რაღაცა ხომ არ გაქვთ რაღაც მონაცემები, რომ რამ გამოიწვია ასეთი ზრდა, ეს სწრაფი ზრდა და პრევენცია რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად შევაჩეროთ
შევაჩეროთ პროცესი? სამწუხაროდ პროცესი შეიძლება ჩვენ ვერ შევაჩეროთ, მაგრამ როგორც კვლევები ადასტურებს და როგორც კვლევები მიმდინარეობს, დღესდღეობით დაუზუსტებელია რა იწვევს აუტისტურ სპექტრის აშლილობას ბავშვებში, მაგრამ თუ გადავხედავთ მდგომარეობას, ვჯერდებით იმაზე, რომ შესაძლოა რომ ზუსტად სტრესული ფაქტორები, ის სტრესი, რომელსაც განიცდის თვითონ მშობელიც და ეკოლოგიამაც შესაძლოა რომ ძალიან დიდი როლი ითამაშოს იმაში, რომ აქ ემატება ის გაჯეტების დიდი რაოდენობა, რომელსაც მოიხმარს ბავშვი ან მოზარდი, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა განაპირობებს აი ამ დარღვევებს. კოვიდმაც სამწუხაროდ თავისი როლი ითამაშა, როდესაც მოგვიწია სრული იზოლაცია, აღარ იყო კომუნიკაცია და ზოგადად აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელია მაინც კომუნიკაციის ნაკლებობა. შეიძლება იყოს მეტყველებაც, ბავშვი მეტყველებდეს, მაგრამ სამწუხაროდ მეტყველებას არ იყენებდეს კომუნიკაციისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად იყოს დადგენილი ის, რომ რა არის ბავშვთან, ანუ რა სირთულეს ვაწყდებით, მოხდეს თავდროული ჩართვა სპეციალისტების, იმიტომ რომ რაც უფრო პატარა ასაკში ხდება ჩარება, მით უფრო შედეგიანი. მშობლის როლი რამდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად მიუღებლობა აქვს მშობელს პრობლემის და აი მე მსმენია რომ იცით რა ბავშვი ზარმაცია, დავუშვათ განვითარების ჩამორჩენა აქვს და ბავშვი ზარმაცია ან რაღაც ტემპი აქვს შენელებული და რაღაცა აბრალებს მეორე მშობელს ან ბებიას, პაპას და რომ ისინიც ესეთები არიან. ამ შემთხვევაში მშობლის როლი ზუსტად ეს არის, როდესაც მით უმეტეს, როდესაც გენეტიკაშია, რომ შესაძლოა ვიღაცას ჰქონდა ასეთი პრობლემა, მით უფრო საყურადღებოა ეს ბავშვი, იმიტომ რომ თუ მისმა წინაპარმა ეს დაძლია, არ ნიშნავს, რომ ესეც დაძლევს ამას, ამიტომ ამ დროს უკვე განგაში უნდა ატყდეს და უკვე უნდა ჩაერთო სპეციალისტი. რაც შეეხება მიუღებლობას, ამ მხრივ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ჩვენ ფსიქოლოგებსაც, რომ სწორად მივაწოდოთ მშობელს ინფორმაცია, რომ რასთან გვაქვს საქმე, როგორ უნდა იმუშაოს და ჩვენი ცენტრის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ყოფილიყო მშობლის ჩართულობა. ჩვენ ყოველთვის ვუხსნით მშობელს, რომ ჩვენ გაწვდით მიმართულებას, ჩვენ გაწვდით გეუბნებით, როგორ უნდა იმუშაოთ, მაგრამ მშობლის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერ სფეროში იქნება ეს მეტყველების შეფერხება, იქნება ნებისმიერ შემთხვევაში მშობლის თანადგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ მშობელი გვერდში არ დაგიდგა, ჩვენ სულ რომ ასე ვთქვათ, ესე უხეშად რომ თავდაყირა დავდგეთ, ძალიან გაგვიჭირდება იმ შედეგზე გასვლა, რა შედეგზეც უნდა გავიდეთ. ამიტომ ჩვენთან ცენტრში არის ასევე ჯადოქართა კლუბი ქვია, მშობლების კლუბი, რომელიც ძალიან აქტიურად არიან მშობლები ჩართულები, მშობლებისთვისაც ვაკეთებთ პატარა ტრენინგებს, შეხვედრებს, სადაც ერთმანეთს როგორ ვთქვა, ვაძლიერებთ, ვუცვლით ინფორმაციას და ეს მშობლისთვის ძალიან ვუმსუბუქებთ, კი ეს რაღაცა თერაპიულიც გამოდის ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ მშობელი ხვდება, რომ ის მარტო არ არის და ეს მხარდაჭერა არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაინახოს, რომ რა კარგია, მე მარტო არ ვარ და მეგონა, რომ მე მარტო ჩემ შვილს ჰქონდა ეს სირთულეები, მაგრამ იქ ხდება გაზიარება, რომ აი ჩვენ დავიწყეთ პირობითად კი, რამოდენიმე წლის წინ და ახლა აქ ვართ და არ შეგეშინდეთ, ჩვენ მზად ვართ, ჩვენ მხარს დაგიჭერთ, გასწავლით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მშობლის უფრო ესმის, ვიდრე იმ სპეციალისტის, რომელიც მოდი ისევ ვისაუბროთ ნეირუმზე. რა სერვისებს სთავაზობს ჩვენმა მსმენელმა, რომ უკეთესად გაიგოს, რა მიმართულებით არის პროგრამები, რა სერვისს სთავაზობს და
და თუ აკეთებთ კვლევებს და რამდენად შედეგზე გადიხართ, აი დაუშვათ მოსულ ბავშვთა რა პერიოდი სჭირდება, დაფინანსება საიდან არის? მე მინდა ვუთხრა ჩვენ მაყურებელს და მსმენელს, რომ მერიის დაფინანსება, გორის მერიის, ასევე ქარელი, ხაშური, კასპი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ესეთი მხარდაჭერა აქვთ ასეთ ცენტრებს და უფრო კონკრეტულად რომ დაუზუსტოთ რა მიმართულებით არის ამ ცენტრში მომსახურება. დღესდღეობით გვაქვს ვაწვდით ქცევით თერაპიას, მეტყველების თერაპია, აკადემიური უნარების თერაპევტი გვყავს და გვაქვს ფსიქოლოგის მომსახურება. დაფინანსებას ვიღებთ, როგორც უკვე აღნიშნეთ, ქალაქის მერიისგან, გორის მუნიციპალიტეტი, ქარელი, ხაშური, სხვათა შორის ფოთიდანაც დადიან ჩვენთან ბავშვები, გაგიკვირდებათ, ხარაგაულიდანაც არიან, ანუ შეზღუდული არ ვართ, არანაირად სამომავლოდ იგეგმება სერვისების დამატება აუცილებლად, უბრალოდ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, რა სერვისებს ვთავაზობთ და რის დამატებასაც რა ეტაპი უნდა გაიაროს მშობელმა იმისთვის, რომ მიიღოს დაფინანსება? მშობელმა რომ დაფინანსება მიიღოს, პირველ რიგში აუცილებელია კონსულტაციაზე მოსვლა, ამ კონსულტაციაზე უკვე ბავშვის შეფასება და მერე უკვე ხდება გადამისამართება იმ რეგიონთან, ანუ საიდანაც ბავშვი მოდის. ეხლა მინდა ერთ სიახლეზე ვთქვა, ჩვენ გვაქვს ნეოტივის და ნეირუმის ერთობლივი პროექტი, რომელიც მერიის დაფინანსებით იქნება ასევე გორის მერიის და აი ამ პროექტის შესახებ მინდა ვისაუბროთ. სკოლებში ფსიქოლოგების ჩართულობა. რამდენ სკოლაში იქნებით, რა რაოდენობით ფსიქოლოგები მიიღებენ ამაში მონაწილეობას და რა საჭიროებებმა გამოიწვია ის, რომ ფსიქოლოგები შესულიყვნენ სკოლაში. მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ გორის მერიის ჩართულობას და დიდი მადლობა ამისთვის, რომ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნები და თუ შეიძლება დაწვრილებით აი ამ პროექტის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია. დღესდღეობით გორისში სულ 2 სკოლა, 3 სკოლა, ვისაც ყავს ფსიქოლოგი, ეს არის მეცნიერებათა სკოლა, გორის მე-9 საჯარო სკოლა და გორის მე-4 საჯარო სკოლა. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადი მდგომარეობა და მომართვა არის ძალიან დიდი ბავშვების, მშობლების აქ არ არის ლაპარაკი სპეცმასწავლებელზე, აქ არის ფსიქოლოგზე, რომელიც კლასებში შედიან და ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესს ატარებენ. ეს არის თვითონ ფსიქოლოგზე და არა სპეცმასწავლებელზე, კი და ზუსტად ამან განაპირობა, რომ ჩვენ ეგრეთ წოდებული ტიპური განვითარების ბავშვები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა სირთულეების სკოლებს არ ყავთ ფსიქოლოგები, რომლებიც გაუწევენ კონსულტირებას არა მხოლოდ ამ ბავშვებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს. რა თქმა უნდა, ასაკიდან გამომდინარე, სხვადასხვა სირთულეებს აწყდებიან მოსწავლეები სკოლებში. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მერიის აი ასეთი პროექტის დაფინანსება. ჩვენ მოგვიწია წინა საახალწლოდ ერთ-ერთ სკოლაში შესვლა, რომელმაც ძალიან ნათლად გვაჩვენა ის მდგომარეობა, რომ მშობლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა და პედაგოგებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. ამ ეტაპზე 10 სკოლაში შევლენ ჩვენი სპეციალისტები და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგ შედეგს დადებენ ამ სკოლებთან ურთიერთობაში. ანა, საერთოდ აი ხშირად მესმის ხოლმე ჩვენი თუნდაც ჩვენი თაობისგან, ჩვენზე უფროსი თაობისგან, რომ აი იცით რა არის, მეც გავიარე ეს პერიოდი და რატომ მე არ მქონდა ეს სირთულეები. დღეს თითქოს უფრო მეტად გამოკვეთილია ამ ბავშვებში ამ პრობლემების გადაჭრის დავარქმევდი რთულად გადაჭრის გზები. უფრო მეტი ემოციაა წამოსული, უფრო მეტი აგრესიულობა, უფრო მეტად უჭირთ რაღაცა პრობლემის მოგვარება. ეს ყველაფერი დრომ მოიტანა თუ უბრალოდ ამ ბავშვებში აი ეს სიძლიერე აღარ არის, რომ თვითონ მოერივნონ ამ პრობლემას. რატომ გახდა საჭირო, რომ ესე მასშტაბურად იყოს
იყოს საჭირო ფსიქოლოგის ჩართულობა, უბრალოდ კულტურა გაჩნდა იმის, რომ ფსიქოლოგი უფრო კარგ დახმარებას უწევს, ადრეც იყო თუ აი რაღაცნაირად კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა და ასეთი მაგალითი მომყავს ხოლმე ჩემი მეგობრის, რომელიც ხშირად ამბობს, რომ რა მოხდა, მეც მცემდნენ და ხო გავიზარდე ადამიანი. ხშირად არის კი და ხშირ შემთხვევაში ესეთი ადამიანები თვითონ მათ სჭირდებათ დახმარება. ანუ აგრესია ზრდის აგრესიას. უბრალოდ გაიზარდა კულტურა, გაიზარდა ცნობადობა, ცნობიერება ამაღლდა და მიხვდნენ, რომ ფსიქოლოგის დახმარება ჭირდება ყველას. ის რომ ჩვენ დღესდღეობით გვაქვს ძალიან დაბალი ემოციური ინტელექტი და ზუსტად ჩემი თაობის ადამიანებსაც ძალიან უჭირთ, თუნდაც იმ ემოციების სახელდება, რომ მე რასგან ვიცდი ამ წუთს, მე მეშინია, მე გახარებული ვარ, მე ბედნიერი ვარ, ამის სახელდება არიციან და ეს ბავშვები, რომელთაც ანუ ახლა ვამბობთ, რომ ვერ უმკლავდებიან იმ ემოციებს, მათ ახლა უფრო უჭირთ, იმიტომ რომ ეს არის ტექნოლოგიების თაობა, ტექნოლოგიების თაობის ბავშვებმა ისედაც ნაკლები კომუნიკაცია აქვთ, ნაკლებად ურთიერთობენ ერთმანეთთან და ამან კიდევ უფრო განაპირობა და მეორე არის კიდევ ის, რომ ჩვენ ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვართ გადავარდნილები, ჩვენ ვასწავლით ბავშვს მათ უფლებებს, მაგრამ არ ვასწავლით მათ მოვალეობებს. ზღვარი დაიკარგა. არის თუ არა საჭირო ზღვარის არსებობა ბავშვებში? ნებისმიერ კოლექტივში და ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა საზღვრები, იმიტომ რომ თუ არ არის ეს საზღვრები, იქნება სრული ქაოსი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რაღაცეებში მე მჭირდება საზღვრები და მე ეს საზღვრები უნდა დავიცვა. ამის ელემენტარული მაგალითია თუნდაც შუქნიშანი, რომელიც არეგულირებს გზაზე გადასვლას, თუნდაც ის კანონი, რომელიც არეგულირებს რა უნდა გავაკეთო და რა არ უნდა გავაკეთო. ნებისმიერ შემთხვევაში საზღვრები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ბავშვებს უბრალოდ ეს საზღვრები არ აქვთ. ან გვაქვს სრული ეგრეთ წოდებული ჩარჩო, რომ აი ამ ჩარჩოს არ უნდა გავწდე, ან გვაქვს სრული ქაოსი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს საზღვრები რა დონეზე. უნდა გქონდეს კი, შენ გაქვს უფლება რაღაცის, მაგრამ რაღაცებში უნდა იცოდე თავის შეკავება. სამწუხაროდ, ამიტომაც გვჭირდება სკოლებში აი ასე აქტიურად შესვლა და აქტიურად აი ამ თემებზე საუბარი, რომ როგორ დავეხმაროთ ამ ბავშვებს, რომ დაიცვან ის საზღვარი, ვეღარ იგებენ სრული ქაოსი. ამ საუბრებიდან მე მგონი უფროსებს უფრო სჭირდებათ ხშირ შემთხვევაში უფროსებიც ვერ ეკვევიან, სადამდე მიიყვანონ ბავშვის შესაძლებლობები, უფლებები, ქცევები და აი ფიქრობ, რომ უფროსებთან უფრო მეტი სამუშაოა. კი, უფროსებთან კიდევ უფრო იმიტომ არის მეტი სამუშაო, რომ როდესაც მე თვითონ ასე გავიზარდე, მე მცემდნენ და შესაბამისად მეც უნდა ვცემო ჩემი შვილი, აი ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს. მე რაც უფრო მეც მცემდნენ, მით უფრო მეტად უნდა მოვეფერე ჩემ შვილს. და მაგრამ თუ ეს ემოციები, თუ ეს განცდები არ არის გადამუშავებული, მას ძალიან გაუჭირდება. როგორც შეცვალოს ქცევა, იმიტომ რომ როგორც კი მშობელი გაბრაზდება, მშობელი მოერევა იმ ბავშვს და იმ ბავშვს სცემს. ის ნაცემი ბრჭყალებში გაღიზიანებული თავის კი მოდის სკოლაში და მოერევა მისზე სუსტს, მოერევა ის სუსტი კიდევ უფრო სუსტს იფოს და ამას ქვია პროექცია, რომელიც გადადის და აი ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს. ანა, აქვს თუ არა სკოლას გავლენა აი მდგომარეობასთან, რა მდგომარეობაც დღეს არის. გასაგებია, რომ დღეს ემოციური ფონი ძალიან მაღალია, რომელზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს თუნდაც ტელევიზიები. ეს ასე ვთქვათ, გაუკონტროლებელი ის ინფორმაცია, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად იღებს მშობლის თუ უფროსი თაობისგან. ის მდგომარეობა და უშუალოდ ემიგრაცია ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვების
დაწილი მშობლების გარეშე იზრდებიან ბებიებთან, პაპებთან, ან კიდე პირიქით ეს ცალცალკე მყოფი მშობლები გასაგებია ძალიან დიდი გავლენა ამ ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან, მაგრამ თვითონ სკოლა თუ არის აი უფრო დიდი დოზით ამ მდგომარეობის უფრო გაძლიერებას თუ უწყობს ხელს და რა უნდა გაკეთდეს სკოლაში იმისთვის რომ რაღაცნაირად შეუსუბუქდეს მომავალი თაობის მდგომარეობა, მათი ემოციები უფრო წინ წამოვიდეს და აი ეს ჩაკეტილობა რაც აქვთ და ფაქტიურად კონტაქტის გარეშე არიან ბავშვები, ის გუნდურობის დეფიციტი აქვთ და უამრავი აი ამაზე დაუსრულებლად შეგვიძლია ამ მდგომარეობაზე ვისაუბროთ. ანუ სკოლის როლი როგორია ამ შემთხვევაში? ბავშვი ძალიან დიდ დროს ატარებს სკოლაში. რაღაცა დღის ნახევარზე მეტ დროს ბავშვი ატარებს სკოლაში. ამიტომ არის კიდევ იმ პედაგოგების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ. მათი პროფესიული გადაწვა არ უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს პედაგოგებმაც უნდა დავეხმაროთ, რა თქმა უნდა, პედაგოგებიც, რომ თუნდაც სკოლებში შეიქმნას ფსიქოლოგის ანუ ეს კულტურა უნდა იყოს, რომ შეძლოს ბავშვმა რაღაც გაუჭირდეს, ჩამოვიდეს დახმარება ითხოვოს. ფსიქოლოგის საათი გაკეთდეს, თუნდაც კლასებში, როგორც კეთდება მეცნიერებათა სკოლაში, როგორც კეთდება მეცხრე საჯარო სკოლაში, სადაც არის ეგრეთ წოდებული კლუბი, სადაც კვირაში ერთხელ ჩამოდიან ბავშვები, იკრიფებიან, რაღაცებზე ვსაუბრობთ, ღიად ვსაუბრობთ, მათ შეუძლიათ ემოცია გააზიარონ, გითხრა ჩვენ ამ შემთხვევაში ამ დაიცალოს კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეხმარებით და ძალიან მნიშვნელოვანია აქვე რომ თვითონ ჩვენც მოვუსმინოთ ბავშვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ მოვუსმინოთ. ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან ბავშვები. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ მშობელმა უნდა გამონახოს დრო შვილთან სასაუბროთ. მშობელი უნდა იყოს ყველაზე მთავარი მეგობარი შვილის და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი პრობლემები თავისთავად მოგვარდება და დალაგდება. მშობელზე ძალიან დიდი როლი აქვს და ის რომ მე ძალიან ბევრს ვმუშაობ, მე თვითონ ძალიან ბევრს ვმუშაობ და შეიძლება საერთოდ თუ დღე ისე გავიდეს, რომ 10 წუთიც ვერ ვნახო საკუთარი შვილი, მაგრამ იმ 10 წუთში სულ ვეკითხები, არა იმას, რომ სკოლაში, აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის დამოკიდებულება სკოლის მიმართ. ხშირ შემთხვევაში მშობელსაც ცოტა ცუდი დამოკიდებულება აქვს ხოლმე სკოლის მიმართ, იმის მაგივრად რომ ჩემი შვილი რომ მოდის სკოლიდან ვკითხო, რომ რა მოხდა დღეს სკოლაში, მე ვეკითხები, რომ დღეს რა გაგეხარდა სკოლაში. რამ გაგაკვირვა, ანუ კარგი რა იყო, დადებით კი ბატონო და არა ის რომ სხვათა შორის ხშირად ყოფია, ხო არავინ გაგაბრაზა და ბავშვი უკვე მზად არის, რომ რაღაც აუცილებლად უნდა თქვას რა ნიშანი მიიღე, არასოდეს არ ვეკითხები ჩემ შვილს რა ნიშანი მიიღო, თუ თვითონ არ გამოთქვა სურვილი რომ ითხრას, რომ დღეს რაღაც 10-იანი მიიღო ან რაღაც, ანუ დამოკიდებულება. დღეს რამ გაგაოცა, რამ გაგაკვირვა, რა გაგეხარდა სკოლაში, რა მოხდა კარგი, დადებითი ემოცია მოვითხოვოთ. დადებითი და არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ შენ საუკეთესო ხარ, შენ ძალიან კარგი ხარ და ეს სკოლამ ვერ გაგიგო. უბრალოდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირ შემთხვევაში სკოლას ძალიან პატარა ბერკეტები აქვს და ბევრ რაღაცას მარტო სკოლას ვერ მოვთხოვთ, როდესაც მშობლისგანაც არ ხდება მხარდაჭერა. სკოლა ოჯახის საზოგადოება აი ეს თუ არ შეიკრა ამ შემთხვევაში და ნეირუმის სხვათა შორის ნებისმიერი ბენეფიციარს შეუძლია ხმამაღლა თქვას, რომ ერთ-ერთი ცენტრი ვართ, რომელიც მთლიანად ჩართული ვართ, არც ერთ ამ სამკუთხედში კი ბატონო ნებისმიერ ბენეფიციართან, რომელიც დადის სკოლა იქნება თუ ბაღი იქნება, გვაქვს ვიღაცასთან პირისპირ მივდივართ სკოლაში და იქ ვნახულობთ რა მდგომარეობა გვაქვს, ვისთანაც პირისპირ ვერ მივდივართ, აუცილებლად ონლაინ ჩართვები გვაქვს და აი ეს სამკუთხედი ყოველთვის შეკრულია. სხვათა შორის მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ნეირუმის ფსიქოლოგები თავისი ბენეფიციალების მდგომარეობით ინტერესდებიან არა მარტო ცენტრში, არამედ ისინი სისტემატიურად დადიან იმ დაწესებულებაში, სკოლა იქნება თუ ბაღი იქნება და პერიოდულობით აკვირდებიან ამ ბენეფიციალების
სოციუმში მდგომარეობას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შეიძლება სოციუმში აბსოლუტურად განსხვავებულ მდგომარეობაში იყოს, ვიდრე დაუშვათ ინდივიდუალურად ყოფი და ამისთვის, რა ვიცი, მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება ამ ცენტრში, საუკეთესო სპეციალისტები არიან, რომელიც ძალიან საჭიროა ზოგადად ჩვენი მომავალი თაობისთვის და ანა შენ ამისთვის დიდი მადლობა, იმიტომ რომ შენი დიდი დამსახურებაა ასეთი კარგი გუნდის შეკრა და გაძლიერება პროფესიული მიმართულებით. და კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას. მადლობა თქვენ ნდობისთვის და ყველა ბენეფიციარს, რომლებიც ჩვენთან არიან. დიდი მადლობა ნეოტივის, ნეირუმს, მეცნიერებათა სკოლას, საინტერესო პროექტების, საინტერესო საქმიანობისთვის და ყველა იმ კეთილის საქმისთვის, რაც ემსახურება ჩვენ მომავალი თაობის აღზრდას, გაზრდას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეს იყო გადაცემა ნეომედი, მე ამ გადაცემის წამყვანი ეკა სუხიშვილი ვარ, ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ნეირუმის თანადამფუძნებელი ფსიქოლოგი ანა ხუტიაშვილი. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.